გამარჯობა, თქვენ უყურებთ რეალურ აქცენტებს ნინო ხაჩიძესთან ერთად. ჩვენ ერთმანეთს ხვდებით 14 საათსა და 10 წუთზე ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს რადიო კომპანია Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში, ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ Georgian Times-ის Facebook-ის გვერდზე, YouTube-ის აღზრდა და ბუნებრივია აგვისმინოთ რადიო სიხშირეზე FM 92-სა და 3-ზე. დღეს ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი არის ზალ კასრელიშვილი, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზალ, რომ მობრძანდით და ჩვენ საუბარი მინდა დავიწყო აი სულ ახალი ინფორმაციით. Wall Street Journal-მა გავრცელა ცნობა, რომ 7 დეკემბერს პარიზში ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი, რომელიც ჯერ არ შეძგომია თავისუფლებამოსილების განხორციელებას მაკრონს და ზელენსკის და ასეთი რაღაც შეესთავაზა, რომ ის არ არის უკრაინის ნატოში გაწევრიანების მომხრე, მაგრამ უნდა რომ იყოს უკრაინა ძლიერი, თავისი შეერაღებული ძალებით, როგორც სახელმწიფო ძლიერი, ესე სამხედრო თვალსაზრისით და რომ ევროპული სახელმწიფო შეერაღებული ძალები უნდა ჩადგნენ ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე და ცეცხლის შეწყვეტი და უზრუნველყონ, ასე ვთქვათ. ეს რას ნიშნავს? ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ის ტერიტორიები, რომელიც ბრძოლით დაიკავა რუსეთმა და კონსტიტუციით მათი ნაწილი უკვე რუსეთის ტერიტორიად აღიარა, რჩება რუსეთს და დანარჩენი უკრაინა, ეს ტერიტორია ერთგვარი ბუფერული ზონა იქნება, თქვათ, დასავლეთს, ნატოსა და ევროკავშირს და რუსეთს შორის. და მეორე მომენტია, კიდევ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო, რომ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ შეცდომად მიაჩნია ამერიკული იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე. ეს შეიძლება ჩავთვალოთ მოლაპარაკების დაწყების საფუძვლად, თუ ეს არის დროის მოგება, იმიტომ რომ არსებობს მოსაზრება, რომ ევროკავშირის წევრი, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დაპირისპირება სამხედრო რუსეთთან გარდაუვალია. მაგალითად, გერმანია რუსეთის ომია, ასევე ბრიტანეთის და რუსეთის ომი. როგორ შეიძლება გავიგოთ ტრამპის ეს წინადადება? მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისათვის. ჩვენთვის აქ ახალი არაფერია. მე თუ ზუსტად მახსოვს, თქვენთან ჟურნალშიც გვქონდა ჩვენ ერთხელ ამის შესახებ ინტერვიუ. ჩვენ მოგახსენებთ ჩვენ აზრს, რომელიც რეალურ ინფორმაციებს ეყრდნობა ტრამპსა და ნატოს შორის, ტრამპსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობა ესე იგი განხილვის საგანი გახდა ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში. მახსოვს დიახ. ეს დაკავშირებული იყო ფინანსებთან. აქ ლაპარაკი არ არის ევროპისა და ამერიკას შორის ურთიერთობის გაწყვეტაზე, აქ ლაპარაკია თანასწორ პარტნიორობაზე. ტრამპი ამბობს, რომ ევროპა არანაკლებ მდიდარია, თუ უფრო მეტად მდიდარია რა შეერთებული შტატები და მარტო ამერიკის ვალდებულება არ არის ნატოს შენახვა და არა მარტო ნატოს შენახვა, ევროპის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. აქ ლაპარაკია ეხლა იმაზე, რომ ნატოს ბიუჯეტი გაიზრდება ალბათ ორჯერ. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა შეიქმნას ქვეტექსტს გეუბნებით აი ამ განცხადებების ქვეტექსტს. ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა შეიქმნას ევროპის ერთიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა. და როგორც სიმპტომებიდან ჩანს უკვე სწრაფი რეაგირების ესე იგი შენაერთებიც. ხა ამაზე როგორ შეთანხმდებიან, რა პირობებით შეთანხმდებიან, რა თანხებზე იქნება ლაპარაკი, ეს უკვე მოლაპარაკების საგანია და რა თქმა უნდა, ეს არის პირველი ეტაპი ტრამპის პრეზიდენტობისა, როდესაც ის ევროპელებთან გაარკვევს ურთიერთობას. რუსებთან სალაპარაკოდ ტრამპი არ დაჯდება, მანამ ევროპელებთან არ გაარკვევს ურთიერთობას. ეს მოსათელი განცხადება იყო, რეაქციის წინა პირობა დრაფტ კონტრაქტი, ასე ვთქვათ რა, დრაფტ კონტრაქტი, მან სურვილები დადო მოლაპარაკების მაგიდაზე. რაც შეეხება ბუფერულ ზონას და რაც შეეხება ტერიტორიებს. ამაზეც გქონდა ჩვენ თავის დროზე განცხადება, რომ ესე იგი ცეცხლის შეწყვეტა, დაშორიშორება და იმ ტერიტორიების არ აღიარება, რაც დაუშვათ რუსეთის დაპყრობილი აქვს ეხლა რუსეთს. არ აღიარება. ისევე როგორც ჩვენ ტერიტორიები არ აღიარეს, მაგრამ უკვე ამდენი წელია არც მიწისაა და არც ცისა, 16 16 ჩემო ბატონო.
ლაპარაკია იმაზე, რომ ბუფერული ზონის, ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების ზოლის მაკონტროლებელი შეიძლება იყოს ინგლისი. შეიძლება იყოს ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ზონებას დაყოფაზეა ლაპარაკი, სეგმენტებად არის ლაპარაკი დაყოფაზე. ხო და ნუ ეხლა რა თქმა უნდა, ყველაფერი მიდის მომავალ ურთიერთობებამდე. თუ დასავლეთი ვერ მოახერხებს რუსეთის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის ამბიციები ჩაანავლოს და თავისკენ წაიყვანოს მისი საგარეო პოლიტიკა, რა თქმა უნდა მზადება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება დასავლეთში. ომისთვის. გაძლიერდა თავდაცვისთვის. ამას არც არავინ არ მალავს. ეხლა ხან პოლონეთს ალაპარაკებენ და ხან გერმანიას და ხან ადრე ჩვენ მაგასაც ვამბობდით, რომ მანამდე იქნებოდა ესე იგი ემიგრანტების გერმანიიდან და ჰოლანდიიდან მასიურად დაიწყეს უკვე ემიგრანტების გაშვება. სხვა ესე იგი სირიელები თვითონ არაბების თვითონ დაიძრნენ მასიურად წასვლაზე. ასე რომ ჩვენ ველოდებით რომ ესე იგი ემიგრანტების არა მარტო ქართველებზე აქვს ლაპარაკი. მაგალითად ბოლო მონაცემით არ ვიცი რამდენად მართალია. ბოლო მონაცემით ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა არის 310 მილიონი და 40 მილიონი ემიგრანტია. ეხლა ჯამში სულ 350 მილიონზეა ლაპარაკი. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ სანამ არ მივა იმ კონდიციამდე, რომ ამერიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობას ექნება თემები სალაპარაკოდ რუსეთთან. ამ თემებში შედის კავკასიაც. ყველაფერზე ვლაპარაკობთ, მაგრამ კავკასიაზე და საქართველოზე არ ვლაპარაკობთ. სხვადასხვა ეს კითხვა მე მინდოდა და შემდეგ მინდოდა მეკითხა, ეს როგორ შეიძლება განვიხილოთ, რომ გადმოვიტანოთ ჩვენთან არსებულ რეალობაზე, ჩვენთვის რა გზავნილი შეიძლება ამოვიკითხოთ აქ. ეხლა უნდა ისეთი რამეები ვთქვა, რომელიც არც ოცნების ხელმძღვანელობას მოეწონება შეიძლება და არც ოპოზიციას არ მოეწონება. ცივწყალს დალევენ. ძალიან ცივი წყალი, ხო რა, ჩვენ ქვეყანაზე ვლაპარაკობთ, ჩემო კარგო რა. არ დამთავრდა ამ ქვეყანაში ზვიადისტი, შევარდნაძისტი, მიშისტი, ნაცი, ქოცი, ამ დროს ხალხი არის გაღატაკებული. დღეს დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნების მომხრეებს და ამომრჩევლებს ეკონომიურად უფრო უჭირს, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენს. არავინ ყურადღებას არ აქცევს. ჩაიკეტნენ, ჩადალუქეს თავისი ესე იგი სამფლობელოები და მოსახლეობას ძალიან ვიცი ხვდები მე ხალხის ნაწილი ვარ, არასდროს არ ჩავკეტილი ვარ და არ დავა ვიცი რომ მოსახლეობას ძალიან უჭირს. ქართული პოლიტიკა საუბედუროდ უკანასკნელი 12 წლის მანძილზე დავიდა ნაცებისა და ქოცების დავაზე რა და ხალხს რა ჭირდება, ხალხს რა ტკივა, როგორ რანაირად ამდენი დაპირება იყო 2012 წლიდან დღემდე რა შესრულდა, ეხა არ მინდა დავკონკრეტდე და სამომავლოდ თუ მომცემთ საშუალებას თემებს ცალ-ცალკე გავივლით რა. რატო არის ქართული ოცნების მომხრეები, რატო არიან უკმაყოფილოები? რაც შეეხება ამ კავკასიის საკითხებს. მსოფლიო პოლიტიკური პროცესი მიდის ორი მიმართულებით. უკრაინა, რუსეთი და ესე იგი შავი ზღვის აუზი, კასპიის ზღვის აუზის ქვეყნები. და ამას ებმება ახლო აღმოსავლეთი. რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში ვითარება გარკვეულია. ესეა თუ ისეა პროცენტული ეს არ არის ახლა გასარჩევი. იქ გარკვეულია სიტუაცია და კიდევ უფრო მეტად დაკონკრეტდება იქ ვითარება, როდესაც პროცესები ირანსაც შეეხება. დარჩა რეგიონი, კავკასია დარჩა რა. და არავინ არც ერთი პოლიტიკოსი იმას არ ლაპარაკობს, რომ ის ფაქტი, რომ უკრაინაში ესე იგი ფორმალური მშვიდობა დამყარდება, მე მთელი სიმძიმის ცენტრი გადმოვა საქართველოს, კავკასიაზე, ანუ საქართველოს. დღეს მოცემულობა წეგან მინდოდა დამემატებოდა ტრამპის პოლიტიკა იმ განცხადებებით, რაც არის მე რას იზავს არ ვიცით.
კაბინეტში რო შევა, მე საიდუმლო მასალებს რო გადასცემენ და სპეცსამსახურები რო დაუჯდებიან, ბევრ რამეს შეცვლის. უკვე შეცვალა, როცა თქვა რომ 24 საათში ომს დავამთავრებოდა, ეხლა იძახის ვცდილობო. მე კაცმა ეს იქნება, ეხლა რაც განცხადებია გაკეთებული, ყველაფერი არის იმის მანიშნებელი, რომ იქნება ფორმალური მშვიდობა, ანუ შეეცდება რომ ომი არ იყოს, მაგრამ კმაყოფილი არავინ არ იქნება. არსად. საქართველოს მდგომარეობა დღეს ესეთია. დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც. დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც თვლიან, რომ დღეს საქართველოში არის ისეთი ვითარება, რომელიც რუსეთისათვის მისაღებია ამერიკასთან სავაჭროდ. პროცესები ისე მიდის. აბა ის ორი ბაზა ყველა კი არ დააყენა იქ. ამის საფუძველს ქმნიდა. ხო, ეხლა ის რომ დაუშვათ შენ ახარ რუსი და არ ახარ შენ რუსი, ჩვენთვის ეგ მიუღებელი რა, რუს არც ქოცი უნდა და არც ნაცი უნდა. იმას აქვს თავის ინტერესი. და ეს ინტერესი რო აქვს და ამაზე რომ აღარ ვიდაოთ ერთ მაგალითს მოგიყვანთ რა. რუსეთი მოემზადა საქართველოში რა მოვლენები როგორ განვითარდებოდა არც აინტერესებს, არც იცის, მაგრამ თავი დაიზღვია და აფხაზეთში მოიყვანა მკვეთრად ანტიქართული ხელისუფლება, ანუ პოზიციები გაიმყარა იქ. ხო, ეს მინდა და მეკითხა აფხაზეთის თემას იქ შევეხებით. ხო, პოზიციები გაიმყარა, უფრო კარგ სავაჭრო მდგომარეობაში ჩადგა დასავლეთთან. აი მათ არ უნდათ. ხო, ეხლა ისეთი ამ პროცესს რა, ეხლა ეს რაც ქუჩაში მოხდა, ეხლა გამოსულებია რაც არის. ჩვენთან თუ სოხუმში? არა, აქ საქართველოში რაც ესე იგი პროდასავლური საპროტესტო აქციები დაიწყო. ამან რუსეთსა და ამერიკის შეერთებული შტატების სავარაუდო მოლაპარაკებების მაგიდაზე საქართველოს საკითხი დადო. თქმა უნდა, სხვათა შორის პოლიტიკურად რო შევხედოთ, აი დიდი პოლიტიკური, გეოპოლიტიკური გადასახედიდან ეს გამოსვლები ძალიან კარგია და წაგვადგება ჩვენ მე ქვეყნისთვის ლაპარაკობ და ხალხისთვის ლაპარაკობ. ქვეყნისთვის, იმიტომ რომ იგივე რუსეთმაც იცოდეს, რომ არის გარკვეული სეგმენტი, რომელიც აი ასე და ხელისუფლებასაც აქვს სათქმელი. სათქმელი რა, ჩემი მოსახლეობა. ხო, ვერ დავხოცავა რა, 36%-ია თუ უფრო მეტია. ხო, 36%-ია თუ უფრო მეტი, ამას ვერ დახოცავ დემოკრატიული პრინციპები შენ ამის საშუალებას არ მოგცემს და მოხვდები ძალიან ცუდ მდგომარეობაში და დაგრჩება მე ერთადერთი შანსი კადიროვიზაცია მოაწყო და მაგას არავინ არ აპატიებს კავკასიაში და რუსეთში, საქართველოში მით უმეტეს თურქეთი და აღარ მინდა და ეს აქცენტის განზრახ გავაკეთებ, იმიტომ რომ მაყურებლისთვის ნათელი იყოს, ეს არ არის მხოლოდ შიდა პროცესი, ეს არის გზავნილები გარე პროცესისთვის და გარე მოთამაშეებისთვის. ჩვენ სავაჭროდ გამოვიყენებით ასე ვთქვათ. სერიოზული ხალხი დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც. კიდევ ვიმეორებ, ამ თემებზე საუბრის დროს ესე საუბრობს და მადლობა ღმერთს მაქვს იმის საშუალება, რომ ინფორმაციები პირველი ერთად ვისაუბროთ ამ თემებზე, რეგიონალურ უსაფრთხოებაზე, მაინც კავკასიაზე და ხო, კავკასიაში თვითონ ძალიან დაძაბული სიტუაცია. აფხაზეთის გარდა რუსეთის სამხედრო პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ნიადაგი მოამზადა ჩრდილო კავკასიაში, რომ თუ კავკასიას დაკარგვის რეალური საფრთხე დაემუქრება, იქაც არებს სიტუაციას. ინგუშები და ოსები გადაკიდებულები არიან. ეხლა ჩეჩნები და დაღესტნელები გადაკიდა ერთმანეთს და დაღესტნელები და ინგუშებიც ერთმანეთთან კარგად. ანუ გამზადებული ერთი ასათის ჩეჩნები და ინგუშები არიან კარგად ერთმანეთს, ჯერ კიდევ როდის დაიწყო აი ნავთობის საბადოების ტერიტორიების გამო დაიწყო ორი რაიონის გამო. ხო, ეხლა ის ვინც აზროვნებს ჩრდილო კავკასიაში, ამას ხვდება. მაგრამ რადგან კლანური მართლობა ძლიერია, როდესაც შენი კლანის ინტერესებს შეეხებიან, შენი ცოლის კლანის ინტერესს რო შეეხებიან, პირობითად ვამბობ, შენი კლანი, შენი ტეიპი, შენი ტეკუმი ვალდებულია რომ და ეხლა ეს ეხლანდელი პრაქტიკა კი არა აქვთ რუსებს. მეფის რუსეთიდან მოყოლებული ისინი აქვთ, რა ქვია,
მეთოდები და სქემები გამზადებული სქემებია. კი ბატონო. საერთოდ არ იქნება ეს ამბავი ერთმანეთთან დაპირისპირება, საერთოდ არ იქნება პოლიტიკური მოტივებით. ისე აქვთ ყველაფერი აწყობილი, რომ პიროვნულ, გვარულ და მე კლანურ დაპირისპირებებში ნელ-ნელა გაზრდა. ამათ შესწავლილი აქვს ეს იმპერიის ხალხების ფსიქოლოგია. რა თქმა უნდა. ხო, ეხლა ეს რაზე მოვაყოლე? აი ესეთი ხედვა აქვთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ წვენში ვიხარშებით და ჩვენი ეს ქვაბიდან ბოდიში ამ გამოთქმისთვის ვიყურებით და გგონია რომ მთელი მსოფლიო ყოველდილით იღვიძებს იმ აზრით რომ საქართველოს რა ეშველება. და დემოკრატია საქართველოში გადარჩება თუ არ გადარჩება და ამდენ ჩვეულებრივი პოლიტიკური ვაჭრობა მიდის. ჩვეულებრივი პოლიტიკური ვაჭრობა მიდის. ეხლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქართული ოცნების ხელმძღვანელობასაც და ოპოზიციის ხელმძღვანელობასაც მინდა შევახსენო, რომ უკრაინაში ომი დაკონსერვდება, ომის შემდგომი პერიოდი ბევრად უფრო საშინელებაა, რადგან ყველა ეცდება თავისი ტორტის ნაჭერი წაიღოს ახალ მსოფლიო გადანაწილებაში. ამაზე ვიფიქროთ ყველამ ერთად, კაცო. რა პრობლემაა? დაჯექით რა, 20 ხარ თუ ნაცი ხარ, დაჯექით და დაილაპარაკეთ. ამ ოპოზიციას კიდე დაუნიშნონ რა აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყველა ministris მოადგილე დაუნიშნონ ოპოზიციონერებს თავის წარმომადგენლები ერთიან სქემაზე შევთანხმდეთ და ისე არ მოხდეს რომ ამ ნაცკოცობაში 90-იანებში დაგვაბრუნონ და საერთოდ გაგყონ სხვა გეგმაც აქვს რუსებს ფედერალური კონფედერაციული მოწყობის საქართველოში და თუ პირისპირ მაგათთან დაგვტოვა ეხლა ჩვენ დასავლეთმა აი ამ არეულობების გამო ხო ერთი საქართველოს ადგილზე შეიძლება სამი რესპუბლიკა გაჩნდეს და ამაზეც ვიფიქროთ ყველამ ერთად მე ჭკუას კი არ გასწავლეთ კაცო ბატონო ზალ თუ შეიძლება რეკლამის გამო უნდა შევწყვეტოთ მცირე ხნით დაგველოდეთ ჩვენ მალე დავბრუნდებით დავუნიკეთებთ და განვაგრძელებთ საუბარს ჩვენ სტუმართან ზალ კასრილიშვილთან ერთად ბატონო ზალ აი თქვენ აღნიშნეთ აი ეს დაყოფა და ჩვენთან მე მგონი ძალიან გულუბრყვილად გონია უმეტესობას რომ ეს რაღაც ორნაწილად იქნება გაყოფა თუ ტერიტორიის გაყოფის ამბავი დადგა ჩვენ და ჩვენ ისე მოვახერხეთ და უგონოდ მოვიქეცით რომ მხარეებს ცდუნება გავუღვივეთ ჩვენ ტერიტორიის მიტაცების აქ რამდენიმე ნაწილად დაშლაზე არის საქართველოსი საუბარი და ეს ძალიან სახიფათო თემა არის და ანუ ჩვენ ეს თქვათ რაც ტრამპმა თქვა აი აქ როგორ შეიძლება აქ ჩადგნენ თუ როცა აი სიმძიმის ცენტრი უკვე გადმოინაცვლებს ჩვენკენ თან ჩვენ ცოტა აურიეთ გეგმები ამ დიდ გეოპოლიტიკასა რა იმიტომ რომ უკრაინის შემდეგ ეს კავკასია უნდა შემდეგ უნდა ახლო აღმოსავლეთ ნუ ვერაფრით ვერ მოახერხეთ ახლო აღმოსავლეთი დაბევებულია მაგრამ ამ კავკასიის გარეშე ვერ გააკონტროლებს ხო და მაგრამ აი ეხა დაიწყო ახლო ჯერ იყო კურსკი მე ამას ვამბობ ხოლმე ხშირად იმიტომ რომ აქედან ვერ მოხერხდა კურსკში შეჭრა შემდეგ ნუ ჩვენ ისე ზოგი ევროპას მისტერი ზოგი ჩელაბინსკში მისტერის თუ უნდა ვერ გავიგე მე საერთოდ ჩვენი ერის განწყობები ვერ გავიგე სიმართლე გითხრა არც მინდა გავიგო იმდენად არაადეკვატურია და ახლო აღმოსავლეთში აი ის მოხდა რაც მოხდა და ახლა გავცედა ბლუმბერგმა გაავრცელა ინფორმაცია რომ ფაქტობრივად მოლაპარაკება ასადი წაიყვანა რუსეთმა და თითქოს ამის სანაცვლოდ რუსეთის ბაზა დარჩება სირიაში არ აქვს შეიძლება დროებით თუ არა ამ ეტაპზე ხო დარჩა იმიტომ შეიძლება ალჯულანი ძალიან დროებითია და სირიის დღევანდელი მდგომარეობა დატრენინგებულია რომ ესე იგი მთელი მსოფლიოს ქრისტიანების გული მოიგო ერთი განცხადებით და აი რა ქრისტიანებსო ვაჩვენოთო რომ ნამდვილი ღვთისშვილები ვართ ისე მოვექცეთო და ეხლა ჩემი სიტყვებით ვლაპარაკობ მაგრამ პათოსი იყო ისეთი რომ მთელი ისლამური სამყარო დაეცა და პირი გააღვე ესე და ხო მესიათ არ აღიარებდნენ და ხო იცი ვინც არის ხო როგორ არ ვიცი ჩვენ მქონდა გადაცემა გუშინა წინაპირ როგორ არა მეორე მომენტიც არის კარგ მეომარს იდეის მიმდევარ მეომარს როდესაც ბეზრდება მაგრამ ვერ დაგეთანხმებით კარგი მეომარი ადამიანს რო თავს კვეთს მასობრივად და თავის მოკვეთის ბრძანებებს რო გასცემს აი
მე კარგ მეუმრად ვერ ჩავთვლი. არა, მე ვამბობ დროს ბევრი რო ხო, ძალიან ბევრი სისხლი, კი ბატონო. და ძალიან კომიკოს ხო ჩემმა შვილმა მითხრა, 5 მილიონი არის დაწესებული. თუ ამერიკის სახელმწიფო ვერ ნახავ, ვაცნობთ სად არის ალჯულანი იქ. მოგცენ 10 მილიონი. როგორც ანეკდოტური სიტუაცია. ტალიბები ხო მოუშვეს რა? 3 თუ 4 თვის მერე ტალიბები მერე ევროპაში და ამერიკაში ჩავიდნენ ეკონომიურად დაგვეხმარეთო. იგივე სცენარია. რა თქმა უნდა შეიცვლება, რამდენ ხანს დარჩება და როგორ დარჩება, არავინ არ ვიცით, მაგრამ ამ ეტაპზე არა სირიასთან მოლაპარაკება და არა მაგ პიროვნებასთან, არამედ თურქეთთან აქვს მოლაპარაკება რუსეთს, რომ ეს ბაზა თურქეთი ამ შემთხვევაში შუამავალია, იმიტომ რომ ამერიკა და თურქეთი ერთ მხარეს გამოდიოდნენ აი ამ ბოლო თურქეთი სადაც შევა, ოპერაციაში. იქ რუსი ვეღარ დადგავს ფეხს, გამორიცხულია და შევიდა, სადაც უნდა და იქ შევიდა. იდლიბში შევიდა, რუს არც უნდა და იდლიბში უნდა, სადაც უნდა და იქ იდლიბში. შევიდა. ეხლა ჟესტს უკეთებს რუსეთს, რომ მის სამხედრო ბაზებს bis უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ხო, მაგრამ ეს მოლაპარაკება რუსეთსა და თურქეთს შორის რაში გადაიზრდება? როცა კავკასიას შეეხება საქმე. აი აქ იქ გასაგებია, როგორ მორიგდნენ, აქ კონტურები გამოიკვეთა, როგორ შეიძლება მორიგდნენ დაპირისპირებული მხარეები უკრაინაში, ჩვენ შემთხვევაში რამდენი მოთამაშეა? სად? კავკასიაში. დასავლეთი ერთიანად რო ავიღოთ, დასავლეთი რუსეთი, თურქეთი. და ირანი? ირანიც, მაგრამ ეხა ირანში ისეთი საინტერესო პროცესები მიდის. ირანის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ უნდა საბჭო, რელიგიური საბჭო. და როდესაც ირანში სტრატეგიული ობიექტების დაბომბვაზე იყო ლაპარაკი, მარტო იმიტომ არ დაბომბეს, ეგ არგუმენტი გაითვალისწინეს, რომ კოალიციურ ძალებს რო დაებომბათ, მე ირანის მოსახლეობა მათ წინააღმდეგ გაერთიანდებოდა, ისედაც ესეთი ირანში არის იმის რესურსი, რომ ჩატარდეს არჩევნები, ირანში არის იმის რესურსი, რომ ირანმა თავისი სახელმწიფოებრივი განვითარება გააგრძელოს რელიგიურ საბჭოს გარეშე. აი ეს რთული პროცესია, თორე ინტერესი როგორ არა აქვს, შავ ზღვაზე გასვლის ინტერესი როგორ არა აქვს, ეხლა რას მეუბნებით და მერე კიდე ეხლა ახალი პროცესი მიდის, ხო, ეხლა სირიაშიდან რა ტერიტორიებიც წაიღო თურქეთმა. ხო, დიდი პროექტი ხო არსებობს არა ირანის ნავთობის თურქეთის ტერიტორიაზე გატარებით ეხლა. ამით თამაშიდან ამოგდება უნდათ კავკასიის მთლიანად რაღაცა სეგმენტს დაგიტოვებენ. სომხეთისთვის ალბათ რაღაცა. უამრავი საკითხია, რაზეც საქართველოში ქართველები უნდა შევთანხმდეთ, ქართველები მოსახლეობა უნდა დავждდეთ და შევთანხმდეთ, ერთად გავიაროთ. ესეთი კარის ჩაკეტვა ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც. ესეთი სუბიექტური განცხადებების კეთება და ესეთი მე ვარ და ჩემი ნაბადი ამ ქვეყანას აღარ გამოადგება. თუ ესე გაგრძელდა, აუცილებლად გარე ძალები თავთავის რეგენტებს გააქტიურებენ სამოქალაქო დაპირისპირებისთვის. ან თქვენ რეალურად მიგაჩნიათ ეს რომ შეიძლება ვესროლოთ ერთმანეთს? არა ვესროლოთ, არა, მაგრამ ხო ურტყავთ ერთმანეთს უკვე და რაღა დარჩა რა. სროლაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ ვისი ინტერესიც უფრო მეტი იქნება, ის უფრო მეტად გააძლიერებს თავის ქვეშევრდომებს მატერიალურად და დამთავრებული ამბავია რა. ულხინს ხალხს ადვილად გავიყიდებით, ანუ პირდაპირ ტექსტით თქვა. ხო რა, ხო, ნუ ეხლა მე ვიცი ოჯახები, რომლებსაც ოჯახები კი არა, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ძონძების მაღაზიებში დადის და თვიდან თვემდე ძლივს გააქვთ თავი. ამაზე ვიფიქროთ რა ყველამ ერთად, არ შეიძლება? ამდენი მანქანა საიდან? საიდან? ბენზინი ძვირიღის. ბენზინი ეს ვიცი რომ გაცვეთილი არგუმენტია, მაგრამ ფაქტია რომ გასაგებია. მაშინ პირდაპირ ვიტყვი. შევარდნაძის დროს ვინც შოულობდა, დღესაც ის შოულობს, მიშეს დროსაც ის შოულობდა და დღესაც ის შოულობს. ეგ არის სულ. მოსახლეობის 10% აიღე რა. მოსახლეობის 10% დადის ქუჩაში. მანქანით. ხო რა, არა. არ ვიცი. ხო. თქვენ გინდათ მითხრათ რომ ეკონომიურად არა, მე მაგას არ ვამბობ, უცნაურია ხოლმე.
რესტორანი ეს მე ვიცი რომ გაცვეთილი არგუმენტებია, მაგრამ მეც მაინტერესებს. მოსახლეობის ერთ ნაწილს ბანკების ვალი აქვს. კი ბატონო. მოსახლეობის მეორე ნაწილს იპოთეკური სესხები აქვს და ვალები აქვს. მოსახლეობის მესამე ნაწილს ერთმანეთის ვალი აქვს და დაძდევენ და აგინებენ და ურტყავენ ერთმანეთს. ამ ჩვენი არაპრაქტიკულობაც ემატება მეთქი, აქეთკენ მივდიოდი. მანდავართ რა ჩვენც რა და ამათ ყველაფერი დაიყვანეს ნაცი კოცი რა თქვენს გარდა არავინ არ ცხოვრობს ამ ქვეყანაში. თუ დაგავიწყდათ როგორი ხვეწებოდით ან თქვენ და ან თქვენ არჩევნების წინ. დაუბრუნდეთ ისევ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც მინის ამ გეოპოლიტიკაში და ამ დროს აი თქვენ აღნიშნეთ, რომ მოიყვანა რუსეთმა მკვეთრად ანტიქართული ეგრეთ წოდებული ხელისუფლება de facto აფხაზეთში, იმიტომ რომ ეს ვაჭრობისთვის ძალიან კარგი თემაა. დავამატებ. მე გეუბნებით საერთაშორისო საზოგადოების აზრს. მკვეთრად ანტიქართული მოიყვანა აფხაზეთში, ჩრდილო კავკასიაში ასანთის ღერის გაკვრის დონეზე დაძაბა ურთიერთობა და საქართველოში ხელი შეუწყო მკვეთრად ანტიდასავლური ესე იგი სამი წამყვანი თანამდებობის პირის მოსვლას. პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე. ეს განწყობა აი ესე თვლიანეს დასავლეთში და ეს აძლევდა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საშუალებას სარფიანად ევაჭრა დასავლეთთან და ამერიკასთან, მაგრამ ამ სიტუაციამ რაც ახლა მოხდა, უკვე მოლაპარაკების მაგიდაზე დადო საქართველოს საკითხი. და რა მკოზირები აქვს და ბერკეტები დასავლეთს. რუსეთმა რაც გააკეთა მოლაპარაკების მაგიდისთვის გასაგებია რაც ჩამოთვალეთ. დასავლეთმა რა გააკეთა? ის უკმად არიჯდა. არიჯდა ხო ეხლა ტრამპის ადმინისტრაციას რა გეგმები აქვს და ნატოს სამხედრო პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რა გეგმები აქვს. ეხლა მაგაზე რომ ვილაპარაკო ვიღაცა დამცინებს, საიდან იციო, მაგრამ გულხელ დაკრეფილები რომ არ ზიან და გულხელ დაკრეფილები რომ არ დარჩებიან ამ პროცესების მიმართ, ეგ არის 2x2 4. აქვთ რესურსიც აქვს და რეზერვიც აქვს და გაგახსენებთ ერთ მნიშვნელოვან განცხადებას. როდესაც რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არეშნიკი გაუშვა, მოქმედი ადმირალი ნატოს და მე შეერთებული შტატებისაც გამოვიდნენ და მათ თქვეს, რომ მთელ მსოფლიოს გვინდა შევახსენოთ, რომ საკმარისი რაოდენობაც გვაქვსო ბირთვული არსენალისო და საკმარისზე მეტი რეზერვიცო. მაგრამ ეს ცოტა არასერიოზული განცხადება არ იყო, რომ აი მცირე ბირთვული ომი ახლა ბირთვული ომს რაც შეეხება. დავიწყო და შემდეგ დავიტოვოთ აჩვენა რომ ბირთვული ომი აღარავის აღარ ჭირდება. რა თქმა უნდა. ისეთი სიმძლავრის იარაღი გამოჩნდა, რომ იმას აღარ ჭირდება. ბირთვული იარაღის მინუსი რა არის? სადაც იხმარი 25 წელი ვერავინ ვერ იცხოვრებს. და აქ ტერიტორიებისთვის გეოგრაფიაზეა ეხლა ლაპარაკი, რომ იძახიან აბა ეს ლიბერასტები და აბა კონსერვატორები. ეგ იქნება მერე. ჯერ მსოფლიო გადანაწილება მიდის გავლენების პერიოდში გეოგრაფიაზე და რომ საზღვრები გაივლება არაპირობითი, არამედ უკვე სერიოზული საზღვრები, ხო? მერე იქნება იდეოლოგიაზე ლაპარაკი. და ჩვენ კიდევ ვიმეორებ რა ჩავრჩით ამ ქვაბში და ვიხარშებით ნაცი, კოცი, ლიბერასტი, იმის რა ქვია, კონსერვატი, ის კონსერვატი აზე არ არის რატოა კონსერვატი? ეს ლიბერასტი კიდე აზრზე არ არის, რა არის ლიბერასტი? ლიბერალ დემოკრატი იყო ილია ჭავჭავაძე. ლიბერალ დემოკრატია არის უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ეკონომიური ფორმაცია, რომელიც საზოგადოების განვითარებას საშუალებას აძლევს. ესენი არ არიან ლიბერალები, ესენი არიან ტროცკისტები, დალოისტი, მორჭა ამბავი. რომელიც თავის დროზე გააკეთა რუსეთის სპეცსამსახურებმა და ამ ოცნებას კიდე ესე ბავშვები ხარვე ეხლა წამოიკიდეს რა. ქალაქური ტერმინით მინდა მივმართო. როგორც არიფები ისე წამოგიკიდეს. დალიეთ ცივიწყალი. და კიდევ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც უკმაყოფილოა, მარტო იმიტომ არ გამოდის, რომ ოცნების ალტერნატივაა ნაცები. თორე ნახავდით თქვენ ზიმზიმს და კარგად დაფიქრდით.
კუკუ დამალობანას დრო არ არის ახლა. მასაში გამოდით ისაუბრეთ, გააღეთ კარი ხალხისთვის და თუ რამის გადაწყვეტილების მიღება შეგიძლია და თუ არა და იყავით და იცხოვრეთ ეგრე როგორც გინდა. დიახ. და აფხაზეთში რა ხდება ელექტროენერგია პრინციპში აფხაზეთის საკმაოდ რთულ ვითარებაშია, თუმცა მეორე მხრივ აფხაზეთის უცნაური ხალხია. აღიარება, დამოუკიდებლობა, უნდა რუსეთისგან, ფული უნდა რუსეთისგან და რაღაც ებრიქება, უცნაური ხასიათი სეპარატისტები. კონფლიქტი საიდან დაიწყო, იცი? კონფლიქტი საიდან დაიწყო? კარგად მახსოვს თქვენ ჟურნალში გქონდა ამაზე ინტერვიუ და აფხაზეთიდანაც გქონდა მერე გამოხმაურება. საკავშირო მნიშვნელობის ობიექტების კი, მახსოვს როგორ არა ეს აპარტამენტების მშენებლობა. ესე იგი სტალინის და აგარაკი მოითხოვა რუსეთმა და არაო ჩვენია 4 დღეს მანდ დაიწყო ყველაფერი. კი, ვიცი. მიწები მერე გამოჩნდა. მე სხვა კონფლიქტზე მეგონა ამბობ. მიწები მიწებზე მერე წავიდა ლაპარაკი. ის მიწებიც რო იწოდეთ. პოლიტბიუროს წევრების და მათი ოჯახების დასასვენებელი ადგილი იყო. ანუ საკავშირო რესპუბლიკური ესე იგი საქართველოს და აფხაზეთის ქონება ხო წაიღეს. და ეხლა საკავშირო მნიშვნელობის ქონებაზე შევიდნენ დავაში. კრემლში უნდა ბრიყვები ყოფილიყვნენ ეს რო არ გამოეყენებინათ. ეხლა სიტუაცია რაც აფხაზეთშია ერთის მხრივ არის ჟესტი ქართველებისთვისაც. თუ დალაგდებით არც რუსეთს არ უნდა არეული საქართველო. არც ეს თუ ვინმეს გონია რომ ეხლა ნაცქოცური საქართველო უნდა და ზედმეტი ხარჯები ძალიან შემწტარა რა. იმას თავის კონკრეტული გეგმა აქვს. ბაზები უნდა. ის ორი ბაზა რა. ხო და როდის შეთანხმდება ქართველი ხალხი იმაზე რა დავთმოთ რის სანაცვლოდ ამას ელოდება სულ ყველა რა და ისე ეს ლოდინსაც ხო იცი ხარისხი რა თქმა უნდა თავის ის აქვს დროც აქვს დროც ხარისხი ერთ ჩვენი ერთ დღეს რო რაღაცა ძალიან მჭირდება ხვალ არ მჭირდება კარგად იყავის მომენტის გამოყენება ევროპელებმა გასაგებად გვითხრეს შალბიშელი რო იყო ჩამოსული აი რუსეთი აი დასავლეთი და წავიდა იმის მერე არც დალაგებულა არაფერი და არც დალაგდება მე როგორც ვატყობ სიტუაციას მე ვამბობ შეგნების დონეზე, შეთანხმების დონეზე. ერთი პირი რატო არ უნდა გქონდეს? აი არ მესმის მე. არ მესმის. და ისე ვიქმივდივარ. აფხაზეთი ამბობდი. არა, ეკონომიკასთან მივდივარ ისევ. ერთი პირი იმიტომ არა გვაქვს, რომ ყველას უჭის და ვისაც საიდან მიაწვდია. აი, მე თქვა და რაღაცა მომერიდა ჩემი არა ვთქვათ, ნუ ეხლა ეს ხო ესე არ არის ხო? ანუ იოლად საყიდელი ხალხი ვარ. ქვეყანა წავიდა უკან. დაუძლურებული ქვეყანა გაღატაკებული ხალხი. არც აფიფული ჩანს, არც სტარტაპის ეს რა ქვია ხო, არა, ამუშავებელ საწარმოებზე არ ვლაპარაკობ. სტარტაპის ხელშეწყობა არ არის. არც სამართლიანობის აღდგენა 12 წელი გავიდა რა. 12 წელი გავიდა. 45 წელში ომი რო დამთავრდა სტალინმას და დაანგრეულმა გერმანიას რეპარაციებს რო იხდიდა და შუაზე რო იყო და 10-12 წელს ქვეყნები ფეხზე დააყენეს. დაანგრეული მიწასთან გასწორებული. ყველაფერი გვაქვს, რაჯანდა გვჭირს. რატო დაგვყავს ეს ყველაფერი ვიღაცეების კონფლიქტად? ისეთი პრობლემაა მედიაში რო გადახედო ქართულს, რომ ნაცის და ქოცის დავის მეტი ამ ქვეყანაში პრობლემა არ არის და არც ხდება არაფერი. ეგრე არ არის ამ დროს. რა თქმა უნდა, ჩვენ საუბრობთ ზუსტად იმ პრობლემებზე, რაც არის. აფხაზეთს რაც შეეხება. დატოვა სოციალური, ანუ ისეთი რთული ვითარებაა და ელექტროენერგია. ისეთი რთული ვითარებაა, რომ ესე იგი საღამოობით რო გქონდეთ ელექტროენერგია მაინც მაგაზე ჩალიჩობენ. ეს არის მესიჯი ჩვენთვის. ჩვენ რას ვაკეთებთ არ ვიცი. არც მე არ ვიცი. ეხლა პირდაპირ გეუბნები. 1992 წლის სამხედრო გადატრიალების მერე ჩვენ ქვეყანას ეთნორეგიონალური პოლიტიკა არ აქვს. შავი და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებს შორის კავშირ ურთიერთობების კონცეფცია არ აქვს. უსაფრთხოებისაც არ გვაქვს.
ხო, უსაფრთხოებისაც არა, უსაფრთხოება შიდა უსაფრთხოება. რაღაცა არა, გარე უსაფრთხოების კონცეფცია ხა თითქოს რაღაც. გაცვლის დონეზე, ინფორმაციების გაცვლის დონეზე. არა აქვს. ეს იგივეა ავტომობილს ერთი ბორბალი რო გამოაცალო რა. როდემდე უნდა იყანყალოს ესე. მოვიდა დრო 2025 წელს სტატუსი უკრაინა რუსეთის ომისა გაირკვება და მერე მთელი სიმძიმის ცენტრი გადმოვა საქართველოზე, იმიტომ რომ ვინც საქართველოშია, ის არის კავკასიაშიც. მეტი რა ვთქვა. მესიჯები აფხაზეთი რუსების მხრიდან აფხაზებზე მესიჯი არის, რომ ანუ ის რაც ახლა აფხაზეთში ხდება, ამ პრობლემას რუსი არ მოაგვარებს. სხვათა შორის მე ხა დაზუსტებით ვიცი ეს ამბავი და იმიტომ ვამბობ ენგურის სიმძლავრე არადროს ყოფნიდა ზამთარში აფხაზეთს დე ფაქტო აფხაზეთს და შემოქონდათ რუსეთიდან და თბილისი იხდიდა იმპულს მე დავესწარი ენგურხეის ხელმძღვანელობას არ იყო შეხვედრა აფხაზი ჟურნალისტებიც იყვნენ მე გამაოცა მათმა სითავხედე მე ავდექი და გამოვედი იმიტომ რომ მე ამის ხურება აღარ შემეძლა ენგურხეის დირექტორი იყო და აი ამას უხსნიდა რომ დაათვალიერებინა რომ აი ეს რაც წყალმარჩხი იყო ამ პერიოდში გულეს 5 წლის წინათ მოხდა ეს ამბავი ნოემბერში და დროს წყალმარჩხი ამ დროს აი ცოტა ელექტროენერგიის იმუშებს აი ჩვენ რუსეთი და რა უთხრეს იცით აფხაზმა ჟურნალისტებმა მე რა ხო ჩვენი სადენებით შემოდისო რუსეთიდან ელექტროენერგია აი მას ხوار მოვაწყობდი იმდენად გამაოგნებელი იყო ჩემთვის სითავხედის დონე სანამ აფხაზეთში ომი დაიწყებოდა მაშინ ახლა ჩვენ ეროვნული მოძრაობის ესეთ აქტიურ ადამიანებს ვინ დაგვდებდნენ მაგრამ აიც ვახერხებდით რა პრესით და ტელევიზიით სხვათა შორის ტელევიზიით მარტო კუბარდია იყო და შენ რა არ გახსოვს შენი ისინი რა ქვია რო დამდებდნენ და მაინც მოდიოდი ინტერვიუებს ასა ერთხელ გახსოვს ხო იქ რო დავჯექით და მალიბუში და აქეთაც რო ჩაგვიჯდნენ და აქეთაც და ყურები და პირდაპირ რაღაც კალმები მოგვიშორეს რას ლაპარაკობდით ხო და ამ დროს რაც ვილაპარაკეთ ის დაიბეჭდა ხო დაიბეჭდა ხა სხვა რამეს ვამბობ ჩვენ აფხაზეთში ომი წააგო პოლიტიკოსმა არა მეომარმა ეს ერთი და მეორე წავაგეთ ომი აფხაზეთში იმიტომ რომ ჩვენ წავაგეთ ინფორმაციული ომი მაშინვე ვამბობდით ჩვენ რომ პოსტსაბჭოური სივრცის გარეთ ისეთი მაგარი კავკასიური დიასპორებია რომ დაველაპარაკოთ დავждეთ და გავცვალოთ ინფორმაციები დღესაც ეგ პრობლემა არ მოიხსნა არც ერთ ხელისუფლებაში დღესაც ეგ პრობლემა ესე იგი ჩემთან ურთიერთობით იღებენ მარტო ანუ როგორ გითხრათ რა საქართველოში არ არის მექანიზმი რომელიც რეგიონალური მასშტაბის საინფორმაციო წყარო იქნება არ არის დიახ არ არის სამეზობლო პოლიტიკა არ არის რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და პირველ პლანზე ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გადმოწია საქართველოში კასპიის და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ურთიერთკავშირები და ინტერესები ამიტოა გარედან მოდის უყველა კაცო უძაღლო ქვეყანაში კატებს აყებებდნენ ხო იცი ესეთი ამბავი არა ხა მაქსიმალურად ვცდილობ ხალხისათვის გასაგებ ენაზე ვილაპარაკო იქ სადაც უნდა გაიგონ ჩემი საუბარი ძალიან კარგად იციან ჩემი აზრები თქვენთვის ვლაპარაკობ თუ გინდათ და თუ არ გინდათ მომავალი 32 წელიც ესეთი იქნება ამ ქვეყანაში და თქვენ შვილებსაც არ ეკნებათ მომავალი ისინი ძონძების მაღაზიაში ივლიან და ისინიც კაპიკებს დაითვლიან თვიდან თვემდე საჭმლისთვის და მედიკამენტებისთვის მეტი არაფერი არ გეკნებათ გამოსავალიც თქვა თვითონ ყოველთვის მომხრე ვარ პოზიტიური კრიტიკის, როდესაც ვაკრიტიკებთ, რა უნდა გაკეთდეს თქვენი აზრით. ბიჭო, ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, ძალიან ბევრი კარგი ნაბიჯ აქამდე რატო არ გაკეთდა? ძალიან ბევრი კარგი რამის ხალხს უნდა მისცეს საშუალება რომ ამოისუნთქოს. ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ შენ რო ხმა მოგცა, მისი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა გაუმჯობესდა. პირდაპირ გეკითხები. გვეუბნება პრემიერი რომ 30%-ით გაიზარდა ბიუჯეტი და ეგრეა სტატისტიკა. ძალიან კარგია. რამდენი პროცენტით გაუარესდა გაზვირდა ცხოვრება?
სხვათა შორის ეს მეც მაინტერესებს ხომ ეს ყოველთვის ესე იყო ყველა ხელისუფლების დროს ყველა ხელისუფლებაზე ვამბობ. არა, მონაცემები სხვა რამე. მონაცემები იზრდებოდა და რაღაც რეალობაზე რეალობაზე რანაირად ეს გარბი ხეხლა ქართული ანდაზა მინდა ვთქვა და ვისაც ეხება გაიგონოს. კარგ ბატონს ყბები არ გაურბიან. და ოსები არიან ჩუმად. მიუხედავად იმისა, რომ ოსები იყო სეპარატისტი ოსებს გულისხმობ რა. სეპარატისტი გავყოთ. გავყოთ დიახ ეს წამომცდა უკაცრავად. სეპარატისტი ოსები, თუმცა ისინი ყოველთვის იყვნენ ხოლმე უფრო აგრესიულები კი არა, უფრო მოწადინებულები რუსეთთან სულ რეფერენდუმზე ატარებდნენ, რომ შეერთება უნდა და ხა ჩუმად არიან, რატომ? და თანამედროვე სამხრეთ ოსეთის და თანამედროვე ჩრდილო ოსეთის ისტორიას რო გადახედო ჩვენთან ოსების ურთიერთობა ესეთი 1859 წლიდან იწყება, როდესაც დვალეთი მიითვისა რუსეთმა. მე ვარ წარმოშობით, ჩემი გვარია დვალეთიდან. დვალები იბერიელები არიან, კაცო და დვალეთში დაიწყო პირველად რკინის წარმოება. ეგრე მარტივად არ არის, ხო და აი ური გვარი ვიზეც ვთავრდება, ხა დღეს ბერს ოსიგონია თავი და სინამდვილეში ქართველია. კი, დვალეთიდან კი ბატონო. ხო, მეც გეტყვით, კაცო. ინგუშეთშიც არის ქართული ფუძით გვარები. ეგენიც დვალეთიდან წამაში იქ დვალეთში ქართველები, ჩეჩნები და ინგუშები, ვაინახები ცხოვრობდნენ. ძირითადად ოსები მერე მოვიდნენ. მაგათი ისტორიას რო გადახედო, ყოველთვის გამარჯვებულის მხარეზე დგებიან. ეხლა ელოდებიან პროცესებს, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში ერთი და მეორე, როგორ დაალაგებს აფხაზებთან საქართველოს ურთიერთობას. და ამას მე მოყვებიან ხურდად? რა თქმა არა, მე თვითონ გახსნიან ლაპარაკს კრემლთან. მანამდე ეხლა რა აზრი აქვს რო კრემლს ილაპარაკონ, სტატუსზე უნდა ელაპარაკონ, თვითონ კრემლს არა აქვს საქართველოსთან ურთიერთობა გარკვეული და დალაგებული და რატო უნდა იჩქარონ? მე სეპარატისტებზე არ გელაპარაკები, კაცო ეს თავის ქვითების წარმომავლები როგორიათ. მე ისე სასწაული ხალხია, ისეთი ფანტაზიურია, ასეთი ხო და ისა სომხება კიდე გამოაცხადეს შუმერების შთამომავლები ვართ. ნუ სასწაულები ხდება ხო და ეს ჩვენი ისტორიკოსები ჩუმად არიან, რომელიმე არ არიან სხვათა შორის ჩუმად რაღაცა წერილს. კი, რამდენიმე. დანარჩენები ცდილობენ რომელიმე პარტია შეეტენონ და პირად ცხოვრება მოიწყონ. სხვათა შორის მარტო ეგენი აცდილობენ მაგას. გაჭირვებული მოსახლეობა არჩევნების წინ ყოველთვის ელოდება ვინმე გაიცნოს, ვინმეს დაუახლოვდეს, რომ პირადი ცხოვრება მაინც მოიწყოს, იმიტომ რომ არავის იმედი აღარ აქვს, რომ არც ერთმა ხელისუფლებამ არ გაუმართლა ხალხს იმედები. ხო. ვლაპარაკობ იმ ადამიანებზე, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად ქმნიან განწყობას ოსეთში. მიმიხდი ხო რას გელაპარაკე? ოსეთში ჩtildeო ოსეთს ვამბობთ, თუმცა მე ჩვენებს ოსეთს არ ვეძახი. რომელ ტერიტორიას გულისხმობთ? ეხლა მაგაზეც გეტყვით რა. ერთმანეთს ენა არ ესმით, კაცო, სამი ტომია, კაცო, დიგორელების ხვები არიან, ჩვენი კუდარეთების ხვები არიან, ალანების ხვები არიან, კაცო. ხო და იმ ომმა და იმ გაჭირვებამ დროებით დააკავშირა ერთმანეთთან, თორე ეხლა მე ჩრდილო ოსეთისაგან პოლიტიკოსებისაგან და სერიოზული ხალხისაგან ძალიან დიდი ხანია არ გამიგია რომ გაერთიანება უნდათ. დიახ. სამწუხაროდ ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. იმედია ჩვენი მაყურებელი და მსმენელი დაფიქრდება და გაანალიზებს და სათავისო დასკვნებს გამოიტანს აქედან. ჩვენ და დაგემშვიდობოთ თქვენ. ჩვენ მცირე ხნით დავამშვიდობებით ერთმანეთს სარეკლამო ჭრის გამო და დაგიბრუნდებით მალე მეორე სტუმართან ერთად.